ვარ ნინო ვარდიძე, ემანუელ ვარდიძის ძმის შვილიშვილი. პადრი ემანუელ ვარდიძე წარმოშობით მესხეთიდან იყო. იგი იყო თვალსაჩინო საეკლესიო მოღვაწე. მან სწავლა სტამბულში დაამთავრა სემინარია და შემდეგ სწავლა გააგრძელა რომში. 19 უცხო ენას ფლობდა. მას მეტად მძიმე პირობებში მოუხდა მოღვაწეობა. იმ დროს, როდესაც ქრისტიანებს დევნიდნენ, აპატიმრებდნენ და აღგზავნიდნენ სხვა ქვეყნებში, მაგ დროს იყო ემანუელ ვარდიძეც. იგი 6 ჯერ იყო გადასახლებული. და 1936 წელს გადაასახლეს ყარაგანდაში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. მაგრამ იქ მას არ უღალატია თავის საქმისთვის, იქ ჯუმად კრებდა პატიმრებს და ატარებდა წირვას. საქართველოში, როდესაც დაარბიეს და გაანადგურეს ეკლესიები, გადარჩა მხოლოდ თბილისის პეტრე-პავლეს წმინდა მოციქულების კათოლიკური ეკლესია, სადაც ღვთისმსახურებას აღავლენდა მამა ემანუელ ვარდიძე. მას ძალიან მძიმე პირობებში უხდებოდა მოღვაწეობა, მას დევნიდნენ, ავიწროვებდნენ და სთხოვდნენ, რომ გაეხადა ანაფორა და სპირდებოდნენ მაღალ თანამდებობებს, მაგრამ მას მაგ დროსაც არ უღალატია თავის საქმისთვის. იგი გარდაიცვალა 1966 წელს. იგი თავდადებული ემსახურებოდა თავის მრევლს, აზიარებდა, ნათლავდა, ასრულებდა ჯვრისწერისა და სხვა საიდუმლოებს. მისი მოგონება მინდა დავსრულო პავლე თუმანიშვილის სიტყვებით მისი მოგონებიდან. დაე პადრი ემანუელ ვარდიძის ლოცვა-კურთხევა გავცერდეს ყველაზე, ვინც მას უსმენდა, უყვარდა და ეხსომება თავის სიცოცხლის მანძილზე. ყოველთვის როცა მახსენდება, რომ იყო იგი ისეთი თავდადებული, მორწმუნე და მისი შთამომავალი ვარ, გული სიხარულით და სიამაყით მევსება.